გამარჯობა. სარვიალის პოდკასტის დროა. სახალისო და ძალიან საინტერესო ამბებით დღეს ჩვენ სტუმარი გახლავთ საქართველოს ჩემპიონატის ლიდერის გორის დილას სპორტული დირექტორი ბატონი ვანო ხორგუაშვილი. ვანო, გამარჯობა. სასიამოვნოა თქვენ სტუმრობა ჩვენს გადაცემაში. როგორ კარგ ხასიათზე იქნებით ახლა? დილას პირველ რიგში მეც მინდა მოგესალმოთ, მივესალმოთ თქვენს მაყურებლებს. საერთოდ ჩემი აზრით ძალიან კარგი გადაცემაა. მე ვფიქრობ, რომ ესეთი გადაცემები უნდა იყოს ძალიან ბევრი. რა ვიცი, სადაც ფეხბურთი ვითარდება, აი ამ გადაცემების ხარჯზეა. იქ აი მე ადრე ვიყავი და აღვნიშნე, რომ ესე იგი ლივერპულის ფეხბურთელი თუ დაუშვათ საბურავი დაეშვება, რაღაცა მოვა, სულ ყველაფერი იციან. ქართველ ფეხბურთელებზე აბსოლუტურად არავინ არაფერი არ იცის. რაღაცა ხო შეიძლება გადაცემა გაკეთდეს, ის იყოს, ეს იყოს და ეს არის პოპულარიზაცია. რო ვიძახით ალბათ, რომ აი განვითარება. თუ ფიქრობ, რომ ქვეყანაში ცნობადი ფეხბურთელები იქნებიან, სულ ყველას მოუნდება ფეხბურთის თამაში და ასე შემდეგ, რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ესე უფრო განვითარდება ქართული ფეხბურთი. ვცდილობ. თამაში ძალიან დიდი წვლილი თქვენ შეგაქვთ და ამისთვის თუ გამოდის რამე, ძალიან კარგი. რაც უფრო მეტი იქნება, უფრო კარგი იქნება ეს ყველაფერი. ვანო, რა ხდება გორში ვითხარით? გორში რო წამოვედი მოღრუბლული იყო. ცოტა ამინდი, მაგრამ თვითონ გუნდში საფეხბურთო ამინდი როგორია? ცხრილში არ არის მოღრუბლული, ხო? ცხრილში მზეა. ხო. რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეტაპობრივად ნელა-ნელა ჩვენ დასახულ მიზანს რაც გქონდა მაგეთკენ მივდივართ. ნორმალურია, ცოტა ტრავმები გვაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავიდანვე ისეთი მიმართულება ავირჩიეთ, რომ საკმაოდ ფეხბურთელებით შევსებული ვიყავით და მეტნაკლებად ვლახავთ ამ პრობლემებს. მოგიხსენებათ კიდევ ორი ფეხბურთელი გავუშვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვდგავართ რა და ვცდილობთ რომ თამაშიდან თამაშამდე მოუმატოთ და თამაშები მოვიგოთ. ეხლა რო გითხრათ, რომ აუცილებლად ჩვენ ჩემპიონობა და რაღაცა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვეცდებით, რომ თამაშით და თამაში რა საკვირველია ხა, რო დაიწყება ჩემპიონატი, პირველი მიზანი ყველა გუნდის, მე ვფიქრობ, პირველი ადგილია, იმიტომ იწყება ჩემპიონატი. პირველი ადგილი ან არ გავარდნა, ორი ის არის. ხო, არ გავარდნა, კი ბატონო, კი. და ორი ტურნირია, თასი და ჩემპიონატი. და რო იწყება ჩემპიონატი, მაგისტვის ემზადები, რომ ჩემპიონი გახდეთ ორი, რა ვიცი. პრინციპში შარშანდელი და წლევანდელი სეზონები გავს ერთმანეთს, ოღონდ თუ გადავანაცვლებთ, თუ შევცვლით. შარშანი იყო გორის დილა პირველ ადგილზე ზაფხულამდე. დიახ. და შემდეგ ისე მოხდა, რომ საბურთალო გახდა და მოდი ცოტა შორიდან დავიწყოთ. აი ეგ მაინტერესებს, მაგრამ რატომ მოხდა, რომ აი შარშანის მწვრთნელი წავიდა და ასე გაუარესდა გუნდის შედეგები და საერთოდ აი არ იყო ბერკეტი რომ დაგეტოვებინათ აი ეგ. რა არის იცით, ეს მწვრთნელი რომ მოვიდა, დავიწყეთ მუშაობა, ჩვეულებრივ ახლა რო გითხრათ, რომ ჩვენ დაგეგმილი გქონდა ეგრევე, რომ ყოველ შემთხვევაში ევროზონაზე ვფიქრობდით რა. ხო და წავიდა თამაშები ძალიან კარგად აეწყო ყველაფერი, მაგრამ რა არის იცით, გორში ვინც ნორმალური, ახლა ხო გინდა რომ ნორმალური მწვრთნელი მოიყვანო, ახლა ზოგი იძახის, რომ აი იცით რა არის, თქვენ ვერ შეინარჩუნეთ და რაღაც. ახლა რაზეც თავიდან მოელაპარაკები, ხო ხა ხო უნდა შეგეძლოს არა იმისი გაკეთება, ხა ჩვენ კლუბს ესეთი მიმართულება აქვს, რომ ზედმეტად არავინ არაფერს არ შეგვირდება, რაც დაგეგმილია, რაც ბიუჯეტში ჯდება, იმას ვაკეთებთ, ხო და ამან ჩადო, მე შემეძლება თუ დაუშვათ რაღაცა ისეთი პირობა გამომიჩნდა, გამოსყიდვის პორტუგალიელი რუი მოტასე კი, ეხლა ლუდოგორეცშია. თქვენ იცით უკვე და
ну ჩადო ეგ პუნქტი და ყოველ შემთხვევაში კარგი გასამჯელო ეს მივიღეთ და წავიდა. სხვა ახლა ვერაფერს ვერ გააკეთე. გოგორიაცამდე იყო სომხეთში. ნოა სომხეთში. ნოაში და ნოაში წავიდა და ერთ თვეში თვენახევარში ჯგუფში მოხვდა. კონფერენციის ლიგაში. ეხლაც მოხვდნენ კიდე. არა, კარგი სპეციალისტია. კი, და მე მოვიდა ისე რაღაც პორტუგალიისკენ მქონდა ჩემ მიმართულება. ანუ არ იყო ხო ეს როგორ თქვა ბერკეტი რომ დაგეტოვებინა. პუნქტი ჩაუდია. პუნქტში idო თუ მე გამომიჩდება რაღაცა ხო და ეხლა რაღაცას ანაცვლებ ხო? კი, რასაკვირველია. თანხა იყო გადასახდელი და ის თანხა გადაიხადეს. კი, გადაიხადეს. ხან ხუმრობდით ხოლმე რომ ყველას ვყიდით, რა ვიცი, ხო ეს უფროსი მწვრთნელი ხო გავყიდეთ და მეორე მწვრთნელიც გავყიდეთ ლეგიაში. ხო. ეს რიკარდო დამხმარე რო იყო, კი. ხო და ეს რიკარდოც იგივე თემაა რა, ვიცი, ყოველ შემთხვევაში რომ მოვიდა რიკარდო, მე სანამ გაერკვა ჩვენ ესე იგი რომ წეგარო საუბრობდით 7-8 კულით წინ ვიყავით საბურთალოზე. 5 კულით ქუთაისზე, ხო და რაღაცა ვერ თავიდანვე ეს ამდენი თამაში ვითამაშეთ თასზე და ალბათ მე იქვე ჩაუჯდა ჭკუაში რომ რაღაცა უნდა შეეცვალა და ერთბაშად ახლა სასტავის 6 ადამიანი შეცვალა, ისინი გადაინაცვლეს სკამზე იმათ მაინც და სანამ მე დაალაგდა სანამ ის ახლა რო გითხრათ რომ რაღაცა გუნდში ისეთი კონკურენცია ფეხბურთელების მხრივ რომ ხო ვერ იტყვი რომ აი ეს ჯობია დღეს რამის ითამაშებს ეს ითამაშებს აი მე ვფიქრობ მაგას მოგეკ შედეგი რომ ისეთი კონკურენცია რომ არა აქვს იქ დიდი მნიშვნელობა დღეს დავუშვათ ის ითამაშოს ის თამაშობს ვინც იმ წუთში იმ მომენტისთვის მზად არის და ეს რუი იმას ქნა რიკარდოს დროსაც ეგრე იყო და დღესაც იგივე სიტუაციაა რომ აი თქვათ მე სასტავში ვარ და რაღაცა ეგეთი რამე არ არის რა კი, გორის დილა მაგხრივ გამორჩეულია, აი მართლა ორი შემადგენლობა ყავს რა, ეხლა ზოგჯერ ყოფილა ისეთი ლიდერი ვითომ რო გონებია, სკამზე ყოფილა და იქიდან გაუშვი. ერთი თამაში რო დაუშვათ 11-მა დაიწყო, მეორე თამაში შეიძლება ვაფშე სხვა 11-მა დაიწყოს. და ამ რიკარდო კოსტაზეც ვთქვათ, ხა ვინც არის ის, კაცი არის წარმოუდგენელი CV აქვს ფეხბურთელობის დროს. ძალიან დიდი ფეხბურთელი ჩემპიონთა თასი აქვს მოგებული პორტუში, ვალენსიაში კაპიტანიც იყო 1-2 სეზონი. მერე და ვოლსბურგშიც კიდე ჩემპიონია გერმანიისა. ხო. ნუ ვოლსბურგს კიდევ აღარ ვთვლი ისეთი გუნდები ვთქვი. კი, ძალიან მაგარი კარიერა ქონა. ანუ გორი ამ ბოლო დროს გამოირჩევა ამ სელექციის მაგარი უნარით. სულ ისეთ ფეხბურთელები მოყავთ, მართლა აი გუნდი იმაშობა თავის თავს ინახავს, გასაყიდი იყიდება, მოთანშე რჩება, ხო? დიახ. საიდან შეგვიძლია გითხრა სტრუქტურა როგორაა საერთოდ აწყობილი და ამ სელექციაზე ხო აი უბრალოდ თუ მაყურებელმაც რო იცოდეს აი საიდან როგორ მოყავთ ესეთი თუ ფეხბურთელები ყველა ისეთია რა გამოსადებია თქვენ მოგიხსენებათ 2015-16 წელში ეს ებრაელთა ჯგუფი შეიძინა გორის დილა ძალიან კარგი ბიჭები არიან, ახალგაზრდა ბიჭები არიან, რა ვიცი, რაც შეუძლიათ ყველაფერს აკეთებენ გუნდისთვის, აი წეღარო თქვი, სტაბილურობა მანდედან მოდის ძირითადად და საერთოდ ვფიქრობ შედეგს თუ გინდა რომ მიაღწიო, პირველ რიგში სტაბილურობა უნდა გქონდეს გუნდში და არ უნდა იყოს ეს მისენი, რა ქვია, გარეშე რომ აბა დღეს ესია, ხვალ ისია, ზეგისია და ხო და ამ ჩვენმა ესე იგი სპონსორებიც არიან და მეპატრონეებს აქვთ კიდე სკაუტინგი რა მაშინ რა ქვია მაგათი ფირმა არის ეგეთი რაღაცა სტარია რა რომელიც შესული ჩვენც რაც აქვს ხო რეკლამა რომელიც როგორც აი ისტატ სკაუტები და სტაუტი როა და ის ვაი სკაუტი და იგივე მიმართულება აქვს ამას აღებული აფრიკაში იმაში რა ქვია სამხრეთ ამერიკაში ხო და მუშაობენ ეს ბიჭები რასაკვირველი ხა აქაც მუშაობთ და თავიანთი წარმომადგენლები ყავთ კი და გროვდება რაღაც კონტინგენტი
რამდენიმე ფეხბურთელის. მე ვმუშაობთ, ვიგზავნიან პირადად მე კიდე ჩვენ მე მწვრთნელს ვაცნობთ ასე და მიდის ამაზე მუშაობა რა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა მუშაობა არის ეს, ზოგი თამაშები ისეთ ადგილზეა თამაშები, ეხლა თან მოგეხსენებათ, ეხლა მე არ მინდა მივაყენო რაღაცა ისეთი გამომივიდეს, მაგრამ როცა გვანან ერთმანეთს რა, ეხლა შავები არიან, სულ ყველა ის და ეხლა ისეთი გადაღება და ისეთი მინდორია ხან რომ ვერ გაიგებ ეხლა რომელი ხო ძალიან რთულია, და მაგრამ წარმოიდგინეთ აი მუშაობთ ძალიან მაგრად ხოლმე და აქედან გამომდინარე ეხლა მოხდება ხოლმე ისეთი ფეხბურთელი თვალში რომ დავიტოვებ თავი გამორჩეული და ჩამოვიყვანთ და ასე შემდეგ. ეხლა ბევრი ჩამოყავს და მე ეხლა კიდევ ერთსაც გეტყვით მაგ მხრივ რომ უარს ქართველ ფეხბურთელებზე არ ვიტყვით ძალიან კარგებზე, მაგრამ აი მითხარით აბა სად არის? კარგი ფეხბურთელი არის თუ არა და ეგრევე რა ვიცი ერთი გოლს გაიტანენ და ეგრევე იმაში მიდიან კაცო ევროპაში და აქ ხო გინდა არა ფეხბურთელი. აი როგორ უნდა შეივსო? ნუ პრინციპში თქვენთან ყველაზე ბევრი ლეგიონერია ხაზი გაუსვათ, მაგრამ ეხა ქართველ ბიჭებს, რა ვიცი ხა მაგათაც არ დაეწუნებათ, ხა კერესელიძე ნაკრებშია. არა, ჩვენ ვინც აკყავს ეგ ხო არის, მე რას ვიძახი კიდე იცი რომ ეხა ჩვენ რომ ქართველი ფეხბურთელი მოყავს, აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა იმის ფასად მოყავს რა, უყურეთ, უნდა მოუგო ხა ბათუმს უნდა მოუგო, დინამოს უნდა მოუგო, საბურთალოს უნდა მოუგო, ქუთაისს უნდა მოუგო რა პირობებით. ხო. პირობებით უნდა იმას აქნა და ეხა წარმოიდგინე 5-6 გუნდის მერე იმათმა თუ ვერ აიყვანეს, ის უნდა მოიყვანო. თორე ხა იმათთან ჭიდაობა ხო ვერანაირად ვერ ვეჭიდავებით. ვერ ეჭიდავებით ფინანსურად. ვერანაირად აბსოლუტურად ვერ. ვერანაირად უბრალოდ სტაბილურობით ეჭიდავებით. კი, უბრალოდ მე ვეუბნები, აი მე შემიძლია ესე და აი მას ესე დაუგვიანებლად არაფერი და ჩვენ კიდე საბონუსო სისტემა გვაქვს კიდე. რა და ამ ბონუსებით მასავშვებით რა თავშად ის თამაშს მოიგებს ეგრევე პრემიერი ცხება იქ თუ 11 კაცში მოხვდები და ბევრი ისინი გვაქვს ისეთი რომელიც სტიმულს აძლევს ფეხბურთელებს რომ არა იმათ რა შეეჭიდები ხა იონსენს რაც ხელფასი აქვს მე დარწმუნებული ვარ შეიძლება მთელ ამ 11 კაცს არ კონდეს ერთად ხო მე მაგალითად იმის მომხრე ვარ რომ ნეტას უყოლა გუნდი ეგრე იყოს რას ლაპარაკობთ ხა ქუთაისში რაც კეთდება რაც ისინი აკეთებენ მე ვფიქრობ რომ ყველა გუნდში ვინ იტყვის უარს ეგ აუცილებელია და მე ვფიქრობ ქართველი ფეხბურთელებიც არ წავლენ არსად ეხა ისეთი გასამჟელო თუ ექნება რომ ეხა იმაში აძლევენ ხო სადღაც დაუშვათ საშუალო გუნდში აქ მართლა შენი არ იყოს ის ხელფასი ქართველს რომელსაც აწავო ვინ წავა საფეხბურთოზე რო გატეხო ის თანხა ეხა იონსენს არ ვიცი მე ეხლა ზუსტად მე ხა იმიჭორების დონეზე ვერ გეტყვით მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო ისეთი ხელფასები შეიძლება კონდეთ მათ ფეხბურთელებს რომლებიც იმაში რა ქვია უმაღლეს ლიგაში ხო ჰოლანდიის უმაღლეს ლიგაში შეიძლება არ აქონდეთ მათ ხელფასები და აი გორის დილაში ეს არის საერთოდ ამ გადაცემაში მე კობაც ილიაც გოგიტაც ხშირად ვამბობთ რომ ძალიან ბევრია ისეთი ლეგიონერი რომელიც ქართველებს ვერ ჯობნის ეხლა იმიტომ კი არა რომ აქ ხართ მაგრამ გორის დილაში არ დგას ეს პრობლემა იმიტომ რომ კარგი ლეგიონერები არიან რა ეხლა შედარებით აგერ შედეგი სახეზეა რა ეხლა მაგად გააქვთ გოლები და ანუ გამოადგენენ ასე ჩვენ ლეგიონერები ეწეღაროს საუბრობდით ლეგიონერები მოყავს აი როგორ გითხრათ რა ყველანაირად ვამოწნებთ ყველაფერი დაჟე ხასიათი როგორი აქ რა აქ როგორ აი ამ მიმართულებით სულ ყველაფერი გვინდა რომ იყოს ეს რომ ჩამოვა აქ უკვე ვიცოდეთ დაახლოებით რასთან გვაქვს საქმე რა ეხლა ისე რომ რაღაცა ისე ზოგადად ვიღაცამ გვირჩია ისე ეგეთია არ არსებობს რომ მოვიდეს და ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში ხო გეუბნებით ისეთი ფეხბურთელები ყავდეს ეს ლეგიონერებიც რომ ეხლა მოგეხსენებათ ყველას თავისი ხასიათი აქვს თავის ქვეყნიდან იქიდან აქედან ხო ეხლა რამდენიმე ვარიანტი გქონია ჩვენ გუნდში ფეხბურთელი მოგვიყვანია ევროპიდან და მეორე დღეს რომ გაუღვიძია და გაუხედია გამოუხედია და რაღაცა ისე რომ შოკიდან ჯერ ვერ გამოსულან რომ აუ აქსაც ჩამოვედი და აქ ეხა მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ეხა აი ვიძახით რომ გინდათ თუ არა უნდა ჩამოვიყვან სიტყვას ეხა ჰოლანდიიდან ჩამოიყვანე კარგი ფეხბურთელი ჰოლანდიელი ხო ჩავა ეხლა მე არც შეურაცხყოფას ვაღარ დინამოს არც იმას ისა თბილისს არც გორს აი მაგრამ ხა რომ გამოვა ხო ეხა
ეხლა სიტყვაზე ქუთაისში ეხლა ისეთი ბაზა გააკეთეს, იქ პრობლემა არ იქნება, მაგრამ სიტყვაზე ეხლა ჩვენთან რო გამოვა, ხო? ის და იმ ჩვენ სავარჯიშო პირობებში ის რომ მიჩვეული ეხლა იმას 12 მინდორი რო აქვს და იქ ხასხასაზე რო თამაშობს და იმისთვის პრობლემაა, ხო? რაღაცა სხვა იმაში ერთვება უკვე და ფეხბურთი რა ფსიქოლოგიაა მთავარი, ხო? ეხლა ის თუ იმაზე იფიქრებს, აუ აქსაც ჩამოვედი, მე უკვე რა იმას უნდა მოთხოვო. ანუ რა უნდა კითხო? აი წეგან თქვი რომ რაღაც ჯგუფი იკრიბებაო ამ ლეგიონერების აფრიკაში თუ სამხრეთ ამერიკაში და მე ჩამოდი. აი სიტყვაზე შეიკრა 10 კაციანი ჯგუფი, ხო? პოტენციური ლეგიონერი აქ ჩამო. მაგ 10-დან რამდენი გარგიათ, ასე ვთქვათ. აი ვისაც აქ ჩამოვიყვანთ, ხო? ახლა რამდენი ჩამოყვანთ, აი მათი. ან პროცენტულად რამდენს იტოვებთ რა დაახლოებით? პროცენტულად ახლა მე გეტყვით, ხან ყოფილა რომ 20 ფეხბურთელი განგვიხილია და არც ერთი არ დაგვიტოვი. აჰა. ყოფილა ეგრე, აი დღეში მაგალითად ეხლა რანა იმას იმიტომ ვიძახე რაღაც, მაგრამ ისეთი დამღლელია. დღეში მაგალითად 10 ფეხბურთელი რო ნახო, გაუყვე, ესე იგი მე აღარ ვარგიხარ რა. ეხლა ის ზედაპირულად არ ვიძახე, ზედაპირულად შეიძლება შეხედო. ეხლა თქვენ მოგეხსენებათ ჩვენ ტექნოლოგიებში და იმეებში, ისეთ მულტფილმებს აკეთებენ, ეხლა ისეთ კინოებს აკეთებენ, ფეხბურთელი გამოვა, ისეთ რაღაცებს აკეთებს, იფიქრებ, ვა, მე უკვე დეტალურად რო გადიხარ და გაივლი სხვა რამესთან აქვს. აი მაგალითად ყოფილა თავ ზოგჯერ არასაფეხბურთო ქვეყნიდან ჩამოსული ფეხბურთელებს მაგრად უთამაშიათ რა აქ. იგივე თქვენი გუნდის მაგალითზე ვიტყვი, ბარბადოსიდან რო ყავდათ ის გეილი. ну ეხა მაგისთანა ლეგიონერი წინა სეზონში მართლა არავინ არ იყო ევროტურნირებზეც პირველი კაცი იყო მე მგონი ორი ეტაპი რო გავიარეთ დემჩენკოს დროს და ну ამ შემთხვევაში ეგეცა ჩვენ ძირითადად მაგის წინ ყავდა კიდევ ის ბრაზილიელი ყავდა Leandro Libero ისიც არანაკლები იყო კამარა კიდევ ზუსტად მაგ იმაზე ვინც მანდეთან მხარეს ვინც გავყიდეთ რა მაგას ვიძახე კამარა ყავდა კიდე კი ბატონო ეხლა დრამე გაყიდეთ ეხლა დრამე გავანათხოვრეთ ეხლა სიტყვა მოიტანა დემჩენკო მოდ მასაც გითხარით ერთ-ორი სიტყვა რა მაგ რა მოხდა ანდრეის იგივე ვარიანტი იყო ზუსტად იყო კონტრაქტში ეს პერო თუ ვინმე დამიძახებს წავა კი ედო ეგ და აბა რატომ გადაიხადა ბათუმი ამბები რაღაცა არა უბრალოდ მან და არც არაფერი ხა მან მოდი ესე ვთქვათ რა უბრალოდ შუა სეზონიდან რო წავიდა და ჩვენ გქონდა ძალიან კარგი სერია მოეფაზეც ასე თუ ის ეხლა ორი ეტაპი და მთელი ამბავი ავტეხეთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში გავიარეთ კარგი თამაშები ვითამაშეთ და გუნდი ისეთ იმაში იყო აღმასვლაში რომ ჩემპიონობაზე შეიძლებოდა საუბარი და მაგ დროს რომ მიატოვა თორემ ეხლა მე უფრო მეცაც გეტყვით ეხლა იმ ჩვენ იმასთან შედარებით დაუშვათ რა ხელფასიც ქონდა ხო იმდენი მისეს რომ სტალინის ქუჩაზე რო გაზრდილი ყოფილიყო ისიც წავიდოდ ეხლა დემჩენკოსთვის არ უნდა მოგვეთხობა ხო და ხო აი კარენოი გორელიც წავიდო და იმიტომ რომ ისეთი თუმცა ერთი საინტერესო მომენტი კი არის ვინც წავიდნენ ვერ გაამართლა ფაქტიურად ნუ იმ წელს გახდა ბათუმი ჩემპიონი მაგრამ აი ფეხბურთელებმა ვეღარ ითამაშეს ისე როგორც გოლში თამაშობენ. რასაკვირველია მე მაშინ მეც ვუთხარი ჩემი მეგობრები არიან ბათუმში რომ იმათმა თავისი ეხა უყურეთ ჩვენ სხვა ამოცანები გქონდა გუნდს და ბათუმს სხვა ამოცანები გქონდა. ეს ფეხბურთელები რომლებიც ჩვენთან იყვნენ და მე ბათუმში გადავიდნენ იმ ჩვენი ამოცანებისთვის ძალიან კარგები იყვნენ და კარგად ბათუმის ამოცანა იყო ჯგუფში მოხვედრა ხო ესია ხო და მე ახლა არ ვაკნინებ შეიძლება ჯგუფში კი არა შეიძლება იქ მოხვდნენ და სადმე წავიდნენ ის ფეხბურთელები ვინც იყვნენ და როგორც იყვნენ მაგრამ იმ მომენტში ხო იქ მე ვფიქრობ რომ ცოტა სხვა ამ სელექცია და სხვა რაღაცა უნდა ყოფილიყო ხა ჩვენ გუნდში კიდე ესეთი ის არის რომ ძალიან ცოტანი ვართ სტაფი და აი როგორც ერთად გაზრდილები ვართ ერთი ოჯახი ვითავართ და ამას მოაქვს მე ვფიქრობ ეს ძალიან დიდი წარმატება და ეს შედეგები და ეს ყველაფერი, იმიტომ ყველამ თავის საქმე იცის, აბსოლუტურად აი როგორ გითხრათ რა, დალაგებულია ყველაფერი რა.
იმასთან მიმართებაში. იქიდან ჩვენი ებრაელი მფლობელებიც ცდილობენ ყველანაირად ხელი შეგვიწყონ. ჩვენ კიდე აქ რაც შეგვიძლია და რაც ვიცით ეს ფეხბურთში, ხადა ერთი არ დავიბადეთ თორე ხო გავიზარდეთ რომ მთლიანად ამ ფეხბურთში ვართ. მარტო მე კი არა. ვინც აყავს იქ აბსოლუტურად კლუბში და ვაკეთებთ იმ ჩვენ საქმეს რაც გვიყვარს რა. ამაზე ბედნიერება რა უნდა იყოს. ანუ ქართული რამდენი იცის აქედან ვინმე ეხლა მე ერთ რამეს გეტყვით რა იცით რამდენმა უკვე ნელა ქართული ყოველ შემთხვევაში იმდენი სიტყვა იცის რომ შეიძლება ვიღაცამ რომ მოусმინოს თქვას რომ არა საიდან ისწავლეს ქართული გამარჯობა როგორ ახარ სად ახარ აი მოვდივარ მივდივარ ესეთი სიტყვები ზოგ ეხლა მაგალითად ეტო ქართული მასწავლებელი ყავს დაქირავებული და აი ძალიან მაგრად ინტენსიურად სწავლობს ქართულს ახლა მაგათ ლექსების წაკითხვას არ მოთხოვს რა. ხო, მაგას ვიძახ, აი საუბრო ენა. ხო, მეუბნები ზოგი ისე მოგესალმება უაქცენტოთ ქართულად. როგორ ახარ? კარგად თავარ, რა ვიცი, როგორ ახარ? ისე რომ იფიქრებ რომ ახლა მაგრა ლაპარაკობს ქართულად. ესე ამას წინათ დაიდო მაგარი ვიდეო განაში რო იყო ინკუმი განელი აქ თამაშ ტორპედოში და სამტრედიაში და ხო. რაღაც ვარჯიშებს ატარებს განაში და ქართულად იგინება. ეს ქართულად იგინება. მაგარი ათვისებულია. კი, არის ეხლა როგორ აი ვისაც აინტერესებს ხო იცით ისეთი თემაა რომ თუ რამე გაინტერესებს მე ვფიქრობ აი უფრო ძირითადად სწავლობენ ვინც უფრო კაი ფეხბურთელია, უფრო ინტელექტი აქვს, უფრო რაღაცა ეგეთი თემაა რა. ვანო ბატონო, ეხლა გავიგერო სტადიონის მშენებლობას იწყებთ. გორში. ჩვენ არა ბაზისას ხო, ნუ იწყება ასე ვთქვათ. და გითხარით რა სტადიონი სახელმწიფო პროგრამა ეს არის მე როგორც ვიცი 10 ქალაქში შენდება გორის გარდა კიდევ და ლოკაციის ადგილები აირჩიეს სადაც ძველი სტადიონებია ასე იგი მან ესეთი გეგმაა ყოველ შემთხვევაში რომ უნდა დაინგრეს და აშენდეს ჩვენთან იგივე ადგილას კი ჩვენთან მეოთხე კატეგორიის სტადიონის აშენება დაგეგმილი ეს ახლა კატეგორია უკვე ესაა კი და რამდენ ათასიანი 8000-იანი 8000-იანი 5-იანია ხო ეხლა არის 4400 რაღაცა ბაზა ქართლის სტადიონზე ეხლა გასახდელები დაიწყება წლის ბოლომდე და გასახდელები გამოიცვლება და დანარჩენი კიდე რაღაცეები ხა ისე კონკრეტულად რომ ბაზა გააკეთონ მაგაზე ჯერჯერობით არა რეაბილიტაცია გაკეთდება განსახდელები აშენდება მანდ და რა ვიცი გვერდზე ახლა ჩვენ ვცდილობთ რომ გვერდზე გავაკეთოთ კიდევ ერთი მინდორი ხო გავაკეთეთ იმაში ახლა სტადიონის გვერდით ხო არის კიდე ერთი თავარი სტადიონის გვერდით კი მანდ გვინდა კიდე ერთი მანდ გავაკეთებთ ალბათ ახლა დაიწყო უკვე მაგაზე მუშაობა და ჩვენ კიდე ერთი მინდორიც გავაკეთეთ სასტუმრო რო აშენდა აი სკოლის უკანა მხარეს იქ გავაკეთეთ ძალიან კარგი მინდორი და მე ძირითადად იქ ვარჯიშობთ. ქართლის მოედანი შენ გახსოვს? ყველაზე მაგარი მოედანი იყო? ხო, მანდ იყო ხოლმე ერთი პრობლემა ქარი. აი ეგ უნდა მეთქვა. სუდი ამინდი და მაგარი სასაცილო პრესლოჟა იყო ხოლმე. არა, იყო. პაცხასავით. დაახლოებით რას გავდა იცი აი ეს რო არის რეკორდში ჯოტიაცა რო არის ასული და ჩამოდი. მე უფრო ადრე ეგეც არისო. არისო ეგეც კი ბატონო მე გაკეთე. მან თამაშობდა უმეტესად ცხინვალი სპარტაკი. ცხინვალი სპარტაკამდე იყო ქართლის გორის რაიონის გუნდი იყო რა, ქართლ. მეორე ლიგის. კი, საქართველოს ჩემპიონატში გორის დილარო. ვიტ ჯორჯიაც. არა, ყველაზე მაგარი მოედანი იყო. ხო, ხარის მინდორი ძალიან კარგი იყო, ყოველთვის ქარი იყო და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ შეიცვალა ის რა ქვია, კლიმატი და ვაფშე აღარ არის ქარი იქ. კორპუსები ჩვენ არ ვიცი შეიძლება მაგალითად ქალაქში უფრო ის არის რა ქვია ქარი ჩვენ ცენტრალურზე ხოლმე უფრო იქ აღარ არის ქარი რა ვიცი რა გამოხდა ერთ მახსოვს მანდ ვინ იყო ცხინვალის სპარტაკში რომელიღაც ფეხბურთელმა მე მგონი აღარ მახსოვს ეხლა არ მინდა შევცდე ძალიან მაგარი გოლი გაიტანა რა აი რაღაც სამი კაცი მოატყუა და ის ანრის სტილში ჩაახვია იქ ჩააბზრიალა
ვერ გადაიღეს ის გოლი რა იმდენად ის იყო უხერხული ისა კამერა უშლი და ქარი ისა და დაიკარგა რა ის გოლი არა ეხლა ნუ მან ყოველ შემთხვევაში მე იმასაც ვფიქრობ არ ვიცი იქნება ამას რომ დაანგრევენ მე ჩვენ ხო სადღაც უნდა ვითამაშოთ ეხლა მანდ იქნება ისეთი რეაბილიტაცია გავაკეთოთ რომ საშინაო თამაშები რო ჩავატაროთ ისე გორში მაგარი თამაშებია ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის ფინალია ბოლო 19 წლამდელების ახლა თასის ფინალებია რამდენიმე ჩატარებული ფინალებიც არის კი საქართველოსი ეხლა ის რო იყო რა ქვია ეს ბელარუსის ახალგაზრდები რო იყვნენ ესა მშვიდად ჩაიარა მართლა ხო არა მან ხო ის ჰქონდათ მაგათ დისკვალიფიკაცია უმაყურებლო თამაშები იყო და რა უნდა ყოფილიყო არავის არ უშევდნენ მარტო თვითონ თამაშობდა ბაპეს აქვს ნათამაშები გორში 19 წლამდელთა 4-თა ტურნირზე არა საქართველოს საფრანგეთში მაშინ სანამ ბაპე გახდებოდა აი მან დითამაშა ვანობადონო ერთი რომარიოსაც ხოთ ვინო სანამ რომარიო გახდებოდა თბილისში ხო ნათამაშები კაცობრიო ჩემპიონი არა რომარიოს არა აქვს არა იქ იმას არ ჩამოიყვანეს 20 წლამდელი არ ჩამოიყვანეს მწვრთნელთან კონფლიქტის გამო მან კარეკა რაღაცა იყო ისეთები მე რომ მაგრამ იყო ერთი და მიულერი ტაფარელი აგან ითამაშა ერთი მაგ გუნდით სულ მინდოდა აი გორელ კაცს რომ ნახავ მეთქი გუნდ ფეხბურთის კაცს ვკითხო ვანო თარხნიშვილზე ვაჟა თარხნიშვილზე თქვენ კარგად იყავით და რა ხდება გითხარით ჩამოდეს საერთოდ გულში თუ არ ჩამოდეს თუ ურთიერთობა თუ გავკავშირეთ კი ჩვენ ახლა როგორც ძმები ისე გავიზარდეთ და ძალიან ახლობლები ვართ და რა ვიცი ეხლაც რა ვიცი ხო 2 დღეს უკან ვისაუბრეთ ეხლა გადავიდა და დასახლდა იმაში ხორვატიაში წავიდა შერიფიდან კი წავიდა და დასახლდა ხორვატიაში და რაღაც ვარიანტები აქვს კიდე რა ვიცი ამდენიმე გუნდის ანუ შერიფში აღარ არის შერიფიდან წამოვიდა და ისევ ფეხბურთში აპირებს კი აბა ხო აბა და რაც მაგან შეძლო და რაც მაგან გააკეთა იმ შერიფში რა ვიცი ხა იმ ხელა წარმატებას მიაღწიეს აი როგორი ახალი ამბავია კი 11 გზის ჩემპიონია თუ რაღაც შაშან კი თვითონ ეხა მაგდენი მოის მე მგონი არც არავინ არ იქნება საქართველოში ხა რამდენჯერაც ჩემპიონი გახდა და თასია იყო მოლდავეთისა მაგასთან ერთად როგორც დირექტორი იმდენჯერ გახდა ჩემპიონი თასი და კიდევ ახლა ის ჯგუფში შესულები და ისინი თან მით უმეტეს ძალიან გითხრათ ახლა რომ ისეთი ის კონდათ რა ქვია ბიუჯეტი და რაღაცა აი მაგალითად საქართველოში რამდენიმე გუნდს ყოველთვის ჰქონდა მაგდენი ბიუჯეტი აი შევხვდი მაშინ შერიფს ჰქონდა ვაჟას კი არა ფულით და იმით დიდი არაფერი მაგრამ ნუ მენეჯმენტი ჰქონდა ძალიან მაგარი ამ ყოფილა საბურთალო შერიფზე ნუ საბურთალო მის საოცარი თამაში ჩაატარა 3-0 მოუგო მე რეაქკინაღამ გავარდა მაინც გავიდა მაგრამ იქ ესე იგი ბაზა იყო საოცარი რა ბაზა სტადიონი ყველაფერი ფათაშორის ერთ-ერთი გუნდი სასაკობრივი გუნდის მწვრთნელი ქართველი იყო შოთა მახარაძე ეხლა ეგ არის უმაღლეს ლიგაში გადავიდა პეტროკუბში მე მგონი უფროსი მწვრთნელი პეტროკუბი ხო ჩემპიონი იყო შარშან თუ ჩემპიონი გახდა რომელიღაც შეიძლება პეტროკუბი რაღაცა მეშლება მანდ გადავიდა ეხლა მესამეზი ეხლა იმ წუთში რავი რამდენადაც შარშან ისა წელს გადავიდა ყოველ შემთხვევაში იმ გუნდის მაშინ იყო 19-ში ეს ვაჟა ეხლა ამჟამად უმუშევარია ეხლა იმ წუთში კი თავისი ისა აქვს რაღაც სკაუტინგის ისა აქვს რაღაცა ესა მარიფათიანი და ძალიან მაგნერი გამოცდილებისა ეხა აი საერთოდ გუნდი თუ გინდა რომ გააკეთო და თუ გინდა რომ გუნდი ყავდეს უნდა ყავდეს კარგი სპორტული დირექტორი ეგ არის პირველი როგორც გორს შეიძლება მაგრამ აი თუ გინდა რომ გუნდი გააკეთო და გუნდი ყავდეს კარგი და მაგნაირი გამოცდილების ადამიანი ხა მე ვფიქრობ რომ ბევრი არ არის ხა გინდაც ევროპაში როა იყო მაგ ხელა გამოცდილება მაგ ხელა ხა მანდ რომ ეს ხა შეიძლება დალაგებული გუნდი როცა არის და ხო იცი ძალიანაც რო გინდოდეს რამის შეცვლა რომ ვერაცვლი იმიტომ რომ იმაზე კახს ვერ მოიგონებ
ეხა იქ გასაკეთებელი რა უნდა იყოს ხო და აქ კიდე იმ ხელა ისინი ქონდა რა ქვია წინაღობები ისინი და სულ ყველაფერს ისე მიალაგა წლების განმავლობაში რომ შეიძლება ერთხელ გამოგივიდეს მაგრამ ეხა 10 წელი რომ ერთი და იგივე სისტემა აწყობილი როა სხვა აუცილებლად უნდა ვთქვა ადგილობრივ კადრებზე უნდა გკითხოთ რა თქვენთან გაიზარდა და აგერ რა დონემდე მიაღწია ნაკრებში უკვე ძირითადში ითამაშა პირველი გოლი გაიტანა გაგნიძემ გორელია გორში გაზრდილი ასე აი რამდენად აქცევთ ყურადღებას რომ აი კიდე ახალი გაგნიძეები გამოჩნდნენ პრინციპში ადრე გორიც ხო დილაც ხო ადრე 90-იანებში ესე რაზმაძე ხო რეკორდსმენია ეროვნულში თამაშების ჩატარების რაოდენობით კი ბატონო ნუ რაზმა ეს უფრო ჩვენ ეხლა მე გეტყვით დაუშვათ გორში საფეხბურთო მე რომ თამაშობდი მაგალითად სულ ალია ბალია შეიძლება სამი ფეხბურთელი ყოლოდა და დამატებული არა გორელი სულ გორელები ვიყავით სულ ყოველთვის დაჟე აგერ მე ერთ რამეს გეტყვით 2003 წელში გეხსოვნება ინტერტოტოზე რო გავედით მაშინ მე ვიყავი უფროსი მწვრთნელი და პირველად სულ პირველად რო გავედი სულ გორელები მყავდა სულ მარტო ორი ხაშურელი მყავდა და ერთი ის რა ქვია ძოძუაშვილი ქუთაისელი ისინიც 2-3 წელი უკვე ჩემთან იყვნენ მაშინ რა და გავედით მაშინაც უკვე ისეთი სიტუაცია იყო მე ხა ნელა-ნელა ხა აი ამ წუთში ის ზოთუაშვილი სად არის ქუთაისელი ხო გახსოვთ ის ძოძუაშვილი შემთხვევით თავდამსხმელი რა კი ხო და აი ყოველ წელიწადს დაახლოებით 4-5 ფეხბურთელი U17-დან U19-დან გუნდში მიყვავს და ყავს ვარჯიშები ჩვეულებრივად დიდ გუნდთან ვარჯიშობენ გადიან ყველაფერს რამდენიმე ხლა წელს მაგალითად 2 ფეხბურთელიც კიდე ვათამაშეთ 2 კი არა 3 ეხლა ამ წუთში მყავს მე მაგრამ მე ეხლა ვაი გაგნიძემ მოუმატა ხო ისე მოუმატა რომ ხო ხედავთ ამ ხელა ფეხბურთს და კიდე მე ვფიქრობ რომ კიდე ჯერ პატარაა რაც 24 წელი კიდე მაგრად მოუმატებს და მე ვფიქრობ რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებს თავისი მონდომებით თავისი აი დისციპლინით აი ძალიან დისციპლინებული ბიჭია ძალიან მონდომებულია და მე ვფიქრობ მაგან მისცა ვიძგი ამ ყველაფერს სხვა ბავშვებიც ეხა არიან ეხლა ამ წუთში კიდე გიმეორებთ მყავს აგერო გადახედოთ იმეებში რა ქვია ჩვეულებრივ დაზავგებული ყავს 4-5 ფეხბურთელი ყავს გორიდან გორელები ჩვენი აღზრდილები უბრალოდ ცოტა უნდა მოუმატონ კიდე ხა მე და თქვენ ვერ ვითამაშებთ იმათ მაგივრად ჩვენ ვაძლევთ შანსს რომ თავისი ყველაფერი გამოავლინონ და მაგალითი წინა აქ იმიტომ თქვი ეს გაგნიძე იმიტომ ახსენე რომ კი ბატონო მაგალითი ეხლა ყავს ოთინაშვილი ყავს მაგალითად ეხლა გახდა 16 წლისა აი 2 წელი უკვე თვითონ 15 წლისა მოვიყვანეთ ტანი ყველაფერი სასწაული ისინი აქ ეხლა პატარა ფეხით კიო და ეხლა მე მგონი თელავთან ითამაშა დებიუტი ქონდა თელავში ხო და აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს და ნახოთ რა ვიცი როგორ და ყველაფერი თავის თავზეა დამოკიდებული თუ ექნება რა ითამაშებს ანუ რამდენი სკოლაა გორში ერთი სკოლა საფეხბურთო სკოლა და ძალიან ბევრი ბავშვები არის იმდენი ბავშვები არიან რომ აი ხო გეუბნებით რა უკვე ისეთი სიტუაცია რომ ვერ ეტევიან რა ეხა უარსაც ხო ვერ ეტყვია რა უნდა ყველას ეგ პრობლემა აქვს ბოლო წლებში ეს რაც ნაკრებმა სასწაულად ბევრი ხალხი ეხლა მანდაც რეაბილიტაცია იწყება ეგეთი იყო რაგბიზე იყო ეს რა ეხლა ჩვენ დაიწყო მოდინება კი სკოლაში ეხლა გააკეთეს ეხლა ერთი არასტანდარტული ხელოვნური ეხლა დაგეგმილია უკვე დაიწყებენ მანდაც ხელოვნური უნდა შეცვალონ და თავისი მაყურებლებით უნდა გააკეთო. მანდაც იგივე თემა იგივე მე დაიწერა რასაც იძახდით მაგ ფარგლებში. აჰა. ორი სტილი. აი წერა რაზმაძეც კითხე. არა მე რაზმაძეც რო ახსენეთ და მართლა გორის თომეცე გუნდა ბეკითა და 90 რომ მოვიდა ჩვენ ერთი სეზონი შეიძლება ორი სეზონიც ერთად ვითამაშეთ. და მე გადავედი მწვრთნელად პატარა ბავშვი იყო მაშინ და ვითამაშა ხა მაგანაც კარგი ფეხბურთი ითამაშა ხა როგორც არა. თქვენ ცოტა ხანი დინამოსიც იყო. ახე როგორი ესა კონტრასტი კი არა, გაგრძელება რომ რაზმაძესთან ერთად ვითამაშეო და ჩივაძესთან ერთად გათამაშები. კი ბატონო.
მოუყევი ერთი მაშინ რომ მოგვიყევი ეგ ამბები მოგვიყევით ისე საინტერესო მე ზონენი იყო რა მაშინ და მაშინ 86-ში 87-ში საბჭოთა კავშირის ნაკრებში მიმიწვიეს ხო და ჩემ ხელებში რა და ასაკობრივში და ავტომატურად მე თბილისის დინამომაც დამიძახა და რო ჩამოვედი რამდენიმე ვარჯიში რაღაცა და ბოტკინი დამემართა რა კაკრას რუმინეთთან გვეთამაშა გორში იყო თამაში და გეგმილი ევროპის შესარჩევი ციკლი იყო რა და ბოტკინი დამემართა მე წარმოდგენა რა ვიცი ხა ბოტკინი რა არის და როგორ არის და სიცხე მქონდა რა მანამდე 1-2-3 დღეც და ეხა საბჭოთა კავშირის ნაკრებში ხარ რაღაცა სიცხე კი არა ფეხი რომ მოტეხილი კონდეს ეხა ისეთი სიტუაცია ხა თქვენ წარმოიდგინეთ მაშინ საბჭოთა კავშირის ნაკრებში ამდენი ბავშვი ერთ ადგილზე რამდენი იქნებოდა რა ვიცი ხო გამოთვალო რა შეიძლება საოცარი კონკურენცია საოცარი ხო და ბორზე რო ვიყავით რა ეს სიცხე არაფერი და უცებ გონება დავკარგე რა და რო დავკარგე და რომ მოვედი აზე ახლა ექიმები ისინი ესენი და დამიდგინეს ბოტკინი და ხა მე ვთხარიო ზე გამაქვს 2 დღის მერე თამაში მაქვს და მე ვთხარიო ხვალ ზე მორჩები მეთქი და რა მორჩებიო შენ ფეხბურთი უნდა დაივიწყო ხო და გამისკდა გული რა ვიცი ხა და მეთქი ხა ვეგარ გამოვა და ყოველ შემთხვევაში მე 4 თვის მერე თვითონ ნაკრებმა დამაწყებინა სპეციალური ექიმი და ის იმის მეთვალყურეობის ქვეშ დავიწყე ვარში და ეგრეთ გავყევით ხო და დინამოში რომ მოვედი და ეს საშა ეხლა მაშინ დიდები იყვნენ ახლა მაგრამ ხო და რო გავიდა მე პერიოდი ახლა მე 99-შიც მე ვიყავი დინამოში მე ბოლოს 95-ში ხო და 92-13 წელია რა და სადღაც ვიყავი წასული და ჩამოვედი და 12 გოლი შევაგდე რა ნახევარი სეზონში რა ხო და ჩვენი მეგობარი ერთი აცხოვნის ღმერთმა ზურა ჩიტაია მაგასთან ჩამოვიდა იმათ რა ქვია სტუმრად ხო და დამირეკა რა რომ უნდა ჩამოვიდესო საშაო და ამოდიო შენცო და ავედი და ახლა საშაო მოვიდა კალბატონ ზიასთან ერთად იყო და ესო რა ქვია ახმელიაზე იყო და მაშინ ახლა საშა მაგრასვავდა რა ისე რო ვთქვა რა და ისე ახლაც არ უჩივის მაგრამ ისეთი იყო რა და მაშინ მაგარ ფორმაში სასწაულ ფორმაში იყო აი ფეხბურთს თამაშობდა ეგეთ ფორმაში იყო მაგ თემაში ხო და მითხრა რომ ესა და სანა ახმელიაზე გამოვიდა საუბრობთ რამე მაგრამ ამას ახმელია აქ რა და ეხლა და დალია რა ვიცი შევხედეთ 10-იანი ნახევრამდე იყო ჩასული უკვე და მე უმარჯვებ ხო იცი ახლა რაღაცა აქეთ იქით აბა გავრილოვიჩის ესა და თან ხადაობა უყვარს ამ ხადაობთ ვიცინი ვართ აქედან ხო და აი უკვე რო დასტვა რა ახლა და ამოიხედა ჩემსკენ და ვანჩკო შენ რა შვებიო კიდე თამაშობო და შევხედე ეს ნაკრების წვრთელია და მე ახლა მაგითო იმას ვშვებოდი რომ მეთქი კიდე ნაკრებში დამიძახეს არა შენ კიდე თამაშობო და შევხედე ესე და დაასხი მე უთხარი ჩემთანაც დაასხი მე უთხარი მე ჩალიჩობ გაიგე მედაზურა რომ იქნებ ნაკრებში 12 გოლი აღაცა ხა ხა ბიჭო მაგარი ფეხბურთელები იყვნენ მაშინ ხა კონკურენციაში აღწევნა ერთი წინადადებით მოაყობა რა ეს შემომხედა რაღაცა შენ კიდე თამაშობ გავრილოვიჩ მე ვთქვა დაასხი ზურა მიუჭახუნო ასრი არა დავანდებე აუ ის რა მაგარი მოყვა ახლა იმ ფეხბურთელებს არ ვიტყვი მაგრამ პირველი შეკრება მაქვსო ანუ არ ვიცნობ ნაკრებს ახალი დანიშნული ვარო და ну რაღაც ხო უნდა გავიცნო რა 100 კაცი მყავსო მონახაზო ახლა გამოკვეთილი ლიდერი ისეთი არავინ არა აი პირველი ჩემპიონატები იყო 93 ხო და აი ყველაზე კარგად ვიგებო მინიში ვირას თამაშობ. მინიში დავაყენეო 5 კაციანი ერთი 10 გუნდი გავაკეთეო და ამეთქე. ერთმა უთხრა მეორესო თამაში ახალი დაწყებულია თავზე ჩამიწოდეო და ეგრევე ქაღალზე მინუსი გადავუსწიო მინიში თავზე. წადა ჩაგამიგე. მინუსებს უწერდი.
მე ერთი მას მოგიყვებით კიდე მაგარი ეპიზოდია ჩვენთან რა ესე იგი იყო ცხონებული გაბუნია რა ვალამეჩი და კაცო ფეხბურთელები მოვიდა და ეგეთი ტიპი იყო რა პრეზიდენტი არ იყო არა სტარს უფროსი მწვრთნელი იყო გაბუნია წლების განმავლობაში ხო და ვარჯიშის დროა რაღაცა და ვახო უყვირის რა ვახო იქით გაიწი ვახო აქეთ ვახო და ხო და ეხა მივედი რა და მეუბნები ვარლამეჩ მეთქი ვახო არა ქვია მაგას დათოქვია მეთქი და ესე მეყურეს ვაფშე ესმის და რა ვიცი რა კიდე თორია გამოხედავ ვაფშე ესმისო და რაც კიდე ერქვასო რა ნიშნულობა ვადო კარგად გვამხეარულეთ გაგვამხეარულეთ საინტერესო ქართულ ფეხბურთის მოდი კიდე თამაშო როგორ უცებ მოაყომა რა ეგ უცებ რა ყველა იმედი არ აქონდეს და ახლა მე ხო ვიცინეთ რაღაცა და ეხლა მე მითხრა რომ ბიჭო რა ვიცი ეხლა ერთად თამაშობდითო ახლა ამდენი წელი გავიდაო და მეუთხარი მე რომ მოვიდა 16 წელს ავიღავი მეუთხარი შეთა რომ მოვედი შენ რა თამაშობდი კაცი მედი აგრო ხვალ მიიწორე 22 წელს ავიღავ ვეღარ უყრეს ქართული ფეხბურთის პრობლემებზე პრობლემა გითხარი რა შეხედავთ გამოსავალს რა აი ეს რომ გორი აგარ პლეიოფამდე მივიდა ხო როცა იყო და რაღაცა მედაილო სულ ამას ვამბობთ რომ ყველა სტაბილური გუნდია გორის დილა ბოლო 5 ჩემპიონატია 3-დან არ გამოსულა მაგრამ მე იქეთ ევროპაში რა არის იცი? ო აი ვარდებით ისეთ გუნდებთან, რომელიც ზოგის სახელი საერთოდ არ ვიცი ხოლმე. კი. ეს ფათაშორის დილა კიდე ყველაზე ისე ხო არის. აი მე წეგან საუბრობდით რა მე ჯერ იმას გეტყვით რომ ეხა გვინდა არ გვინდა ფეხბურთი არის ერთ-ერთი ძვირი სპორტის სახეობა. ადრე სხვანაირად იყო, ეხა არის მთელი, რა ვიცი კორპორაციები და ისინი მუშაობენ რომ ფეხბურთს აი უკვე თითქოს ვფიქრობ რომ უკვე ნეტა რა უნდა კიდე რა უნდა მოხდეს კიდე რა უნდა მოიმატოს კიდე რა უნდა და ხო და ვითარდება და ვითარდება არ ჩერდება რა ხო და ჩვენთან კიდე ხო აი იგივე ის რომ მიდგომები და ისინი ხო კიდე უფრო ნელა-ნელა მოდის აქ პროგრესი რა ალბათ ეხა ელემენტარულად აი წეგან ვისაუბრობდით ეხა ფეხბურთელი ერთგორს რო გაიტანს ხო და ეგრევე გახედავ და შვეიცარიის უმაღლეს ლიგაში ან ავსტრიის უმაღლეს ლიგაში ეხა მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ ბოდიში გაწყვეტე თავარი პრობლემა ფულიც არ არის ხო არა მანდედან იწყება ფულია ფული ეხლა უყურეთ აი მაგალითად ავიღოთ ეხლა დაიწყო შერიფსო არ ქონდა იმაზე მეტი პირობა ხო მაგრამ რაღაცამდე ხო უნდა იყოსა რა ეხლა შერიფის ქვემოთ რაც იმას ქონდა ბიუჯეტი ხო ქვემოთ უკვე ვეღარაფერი ვეღარ გამოდის იქ ხო თუ სწორად და ეხლა როგორც წეგან საუბრობდით ჩვენი ბიუჯეტი ეხლა სხვებთან შედარებით შეიძლება ძალიან დიდ კლუბებთან შეიძლება 20% იყოს მეტი არ იყოს იმას რაც აქვს ხო იმათ რაც აქვს ხო და ჩვენ უბრალოდ არ ვიცი ხა მე იმას ვერ გეტყვით რომ არის ჩვენ ძალიან მაგრები ვართ და ესენი ვარ და ისინი სუსტები არიან არა უბრალოდ ჩვენ რაც გვაქვს იმ მიმართულებით მივდივართ იმაზე მეტზე ვერ ვაცხადე ხა მე ფიქრობ რომ დაუშვათ ცოტა მეტი რო გქონდეს უფრო დიდი ბიუჯეტი რო გქონდეს რასაკვირველია უფრო ბევრ რაღაცას გავაკეთებთ ალბათ რა ვიცი მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში ეხა დაიწყო ახლა სახელმწიფომ აგერ სტადიონების და მინდვრების შენება, ხო? ეს არის ყველაზე ეს არის პირველი ეტაპი ეს არის აგერ ფედერაციამაც ახლა რამდენიმე მინდვრები გააკეთეს მას აქნეს და აგერ ფეხბურთი ბავშვები ტევა არ არის ახლა მე გეუბნებით აგერ მაგალითად გორში. ხო და
იმას პირობა თუ არ ექნება, ხო ვერ განვითარდება. ეხა იმ ქუთაისელმა რომ თუ კარგად მოიქცევ წყალსაც ჩაგისხავთ, მოცურავებს რო უთხეს ახლა. იგივე ეხა ამათ თუ მინდვრელი არ ექნება, თუ სათანადოდ ბურთი, ყველაფერი, ინვენტარი არ ექნება, ხო ვერ გამოვა ვერაფერი ახლა. სიმართლე უნდა თქვა რა, ეგრე არ არის რა. ყველა მონდომებულია, ის არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ერთი მიმართულება უნდა კონდეს სულ ყველას რა და ყველა ეგრე უნდა მიდიოდეს განვითარება. აი ნახეთ, ის არის, ამ თემას გავაგრძელებ ზუსტად. აი ჩვენთან არიან კლუბები, რომლებმაც რაღაც განვითარების რაღაც ეტაპს მიაღწიეს და შემდეგ იმის მაგივრად რომ გვეგონა რომ წინ წავიდოდნენ, გაჩერდნენ რა და უკან წავიდნენ, ეხლა საჩხერის ჩიხურასად არის, ბათუმსაც აგერ ხედავთ, ჩიხურამდე აშოროს ღმერთმა, მაგრამ ნუ ცუდი სიტუაცია აქვს. ლოკომოტივიც და აი თქვენ თუ სხვანაირად მუშაობთ და ამ გორის დილაში გაწერილი პროგრამა, ეს ძალიან კარგია და მიმესალმებით რა. კი ბატონო, მაგრამ მიმართულებით მივდივართ სულ. ხო და მაინც არის ხოლმე რას უსაშიშროება შიში თუ ყურებ რომ აი რა ვიცი მე რა იქნება აი მე რატო ვერ გრძელდება ეს არის ხოლმე საინტერესო ხო მე ვფიქრობ რომ ეს არის ფულის ამბავი რა უფრო მეტი უნდა ჩადო და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება ეხლა იგივე ჩვენ სიტუაციაშიც რო ვთქვათ ჩვენ ეხლა იქამდე მივედით რომ დაუშვათ კლუბი თავის თავს ინახავს ეხლა მარტო შენახვაზე ხო არ არის რა ეხლა მაგალითად დარწმუნებული ვარ ხა იმათ რაც შეუძლიათ ისინი გვიკეთებენ რა ისინი არ არიან არც რა ქვია მილიონერები არც ჩვეულებრივად კორპუსის სახლებში ცხოვრობ აი როგორც ახლა სიტუაცია აქ რო იყო და ხა არც მომლელები ყავთ დაქირავებული ბავშვები ისრაელში არა იქ ცხოვრობენ და იქ არიან და ჩვენ მაგრამ უზომოდ შეყვარებულები არიან ამ ფეხბურთზე და ცდილობენ რაც შეუძლიათ ის გააკეთო ხო და ეხა აი რაღა უნდა მოიგო სიტყვაზე გახდი ჩემპიონი და უშუალოდ მიხვედი აი ჯგუფამდე მიდიხარ ხო ვიღაცა ხო შეიძლება გამოჩდეს სპონსორი რაღაცა იყოს რა რაღაცა დაინტერესდეს ფული ჩადოს ვერ იპოვი რა ვერავის ახლა მე ნაყინს არავინ არ გიყიდის რა იმაზე მილიონებზე და იმაზე უნდა ილაპარო აგერ გადით ახლა რა ახლა თბილისშიც იგივეა რა პრინციპში რო აიღო მაგრამ თბილისში რო ვერ იპოვი სპონსორს ახლა საჩხერეში იპოვი სპონსორს საჩხერეში კი არის სპონსორი საჩხერეში ხო არის თორე ხო თორე ახლა სიტყვაზე ვანში ხო ვერ იპოვია რა და იმაში და აი ესია თუ არ გამოჩნდა ახლა ელემენტარულად ალბათ რაღაცა ხო უნდა იყოს აი რეკლამა დაუშვათ რაღაცაზე და ტელევიზია ხარ არის რომ გადაგიხა რაღაცა გამოვიდეს რა ვიცი რაღაცა ისინი ხო უნდა იყოს აი მე მგონია რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იწყება მაქედან აი ეხლა ყველამ სატელევიზიო გაყიდვებიდან დაიწყო ამ თანხის შეგროვება ტელევიზია რომ კონდეს უნდა კონდეს რეკლამა და მე ტელევიზია თულა ხო არ გადაიღებს იმ თამაშს ხო მაქედან იყო შეთანხმებები მე აი მაგადრეც ვთქვი რომ ხო და ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და იგე მაგას რუსეთში მაგალითად რაღაც აღარ მახსოვს ახლა რომ თამაშობდი მაშინ დაიწყო რეკლამა და სტიმორული შემოვიდა და რუსული გუნდის ფედერაცია თუ რა ვიცი ახლა ამ ლიგა მაშინ სპონსორი ხო მაშინ გააკეთეს ფედერაცია ხო იყო და გააკეთეს საფეხბურთო ის რა ქვია ლიგა ხო პროფლიგა და იმ პროფლიგის სპონსორი პირველი გახდა სტიმორული რომელმაც ჩადო 8 მილიონი მახსოვს რა უბრალოდ მაშინ და განვითარდნენ ასექნეს ისექნეს რაღაცეები შემოვიდნენ ეხლა მეტი ხო საქართველოში მე ეხლა მაშინ რა ქვია ინგლისის ჩემპიონი ვერ გახდები საქართველოს ჩემპიონი აგერ საბურთალოა ის არის ხომ მაგრამ მითხარით ვის რა იმასაც შევე ხა მეტი ეხლა გორში რა უნდა გააკეთო რომ ვიღაცა მოვიდეს და რაღაცა რეკლამა დაგიკვეთოს არაფერი ვაფშე ხო დიდ ქალაქებს არა თბილისში არა ბათუმში არა ხო ეგ მადაგანის ბაზისი არა აი ეხლა უყურეთ კიდე რა არის უყურეთ ეხლა ხო ყველას მაგალითად ხო ლუბოიფი არ არსებობს პატარა ფირმიდან დაწყება დიდ ფირმამდე რომ დაუშვათ კვარაცხელია მივიდეს და გაუკეთოს რეკლამა გადაიხდის იმპულს ყველაფერს გადაიხდის ხო მართალია იმიტომ რომ კვარაცხელი არის თვითონ უკვე რეკლამაა და ყველაფერი. იმ წეღან იმიტომ თქვი რა, ეხლა საქართველოში ხო, აი ეს ტელევიზია გადაცემები ხო, ეხლა თურქეთის მაგალითად თურქეთის გადაცემები, რუსეთი აიღე ისა, ყველა თამაში ტურის მერე მიდის გარჩევები, იმან ეს გააკეთა, ამან ის გააკეთა, ის იყო რაღაცები, აი ეს ჯობდა ამ წვრთნელს ეს რაღაცას გადაცემა მიდის და პოპულარიზაცია მიდის. უკვე ამ ფეხბურთის
თურქეთში ძალიან დახოქილია. ხოდა იქ ფეხბურთელი ეხლა იქ რო არა დაუშვათ ვიღაცა მაგარი გოლი გაიტანა არა იმას რო გამოვა დაუშვათ ქუჩაში უკვე ის ცნობს და მანდიდან იწყება ეს რეკლამებიც ესე არ არის კაცო. ხოდა რო არავინ არაფერს არ იმასაშვება არც იმას არ აინტერესებს დაუშვათ სიტყვაზე რაღაცა ნაყინის ქარხანა რა ნაყინს ჩავაცივდი მაგრამ შოკოლადის ქარხანა ხო და არ აინტერესებს ეხლა ის რო პოპულარულია ვიღაცა დაუშვათ ხო ხორგუაშვილი დაუშვათ ხო პოპულარულია ვიღაცა ის არის იმისთვისაც უკვე შეიძლება იმ შოკოლადზე დაახატოს იმას აკნას იმაში ფული გადაიხადოს იმას აი ეგრე იწყება ეს ყველაფერი თორე ესე ვერასოდეს ვერაფერი ფეხბურთელებიც ძალიან ასე მეწოდებიან რა ამ შემთხვევაში ის ფეხბურთელები რომლებისთვისაც აი ეს სტიმული უნდა იყოს რომ ცოტა წინ წაიწიონ და ეხა იცი რა ეხა ფინალში თასის ფინალში ორ გოლს რო გაიტანდა გამოდიხარ და მარშრუტკას ელოდები და ხალხი ვერ აქცნობს ეს უკვე ძალიან მარტო ჩვენ ავცნობთ ხო დაუშვათ ეგ ვინც მონაწილეები ვიყავი და რა ხო და რო უკვე იმას პლაკატი გამოვა იმისი ჟურნალში დაიბეჭდება ტელევიზიაში მიიწევ რაღაცა გადაცემა გაკეთდება ის გაკეთდება ხო მაგრამ აქამდე არ მიდის საქმე იმიტომ რომ ვიდრე მან მაგამდე მევა მიდის ეს ფეხბურთელი უკვე წასულია სადღაც ხო მაგრამ ადგილებზე სხვა ეხლა მაგალითად სიტყვაზე აგერ ეხლა საბურთალოში რო ჩამოვიდა ის რაგვარი 10 ნომერი რო ჩამოვიდა ხო ალთუნაშვილი გინდა ალთუნაშვილის მაგალითი ავიღოთ საბურთალოში კი დინამოში დაიწყო ხარაიშვილი ხო აი ხო ჩამოვიდა რა სიტყვაზე ხო და მოდი რა მოიწვია აბა ესე რაღაცა დაატრიალე რა აბა როგორ უკეთდება რეკლამები საერთოდ ვაფშე ყველაფერში გინდა კინოში გინდა იმაში აი ეგრეა ხო რეკლამას გაუკეთებ შეიძლება ვაფშე არ ვარგოდეს მაგრამ კარგი გამოიყო ცოტა გამხელელი ჯობსო და რაღაცას ვიტყვი მეც აი საწინააღმდეგო რაღაცეებიც ყოფილა აი ყოფილა შემთხვევები აი ესეთ საქართველოს ჩემპიონატში პიროვნებები რომლებსაც ახლა ბევრი ვერ ცნობს და რაღაცა უარი უთქვიათ აი ამ გადაცემაში მოსვლას ხო, ნუ ეგეთები არ ვიცი. აი, ბატონო, მე ხო შეიძლება ვერ გეტყვი მე რა უნდა გადადგა რომ აი მოიწვიო და იმას აკნა, მაგრამ იმისთვისაც მე ვფიქრობ რომ საინტერესო უნდა იყოს. ეხლა მოდი იმას ნუ მოიყვან და ისეთი მოიყვანე. ეხლა გინდა არ გინდა ხო მე იძახიან აი ქვეყანა პოლიტიზირებული. სადაც გინდა გადართება იყიდება უფრო პოლიტიკა რა. და სულ ყველა მაგას უყურებს და დაძაფრილები ვარ და დავნერვიულებ და ახლა როგორ დამღლელია ხო და ბიჭო რო იქნება დაუშვათ გეცოდინება აი გადართავ დაუშვათ აი სიტყვაზე მორჩა ტური ხო და მიდის გარჩევები როგორც არის რა ეხლა მაგალითად იმას ხო აქვს პირველ არხს სპორტული ის გადაცემა კი ხო სულ სპორტზე აი ღერა ტურის მერე გააკეთე ესეთი ის რაღაცა აბა შეხედე იქნება გიყურებს ხალხი და უფრო რეიტინგმა აიწიოს და რაღაცა ხო არაფერი ხა ჩართავს იმისთვის ადვილია რა იქ ჩანაწერს გაუშვებს იმის ევროპის ჩემპიონატის ჩანაწერი მიდის აი ვანო კობა ეხლა აი გუშინ წინ რაღაც ჩემ გვერდზე გავაკეთე ერთ ფეხბურთელზე საქართველოს ჩემპიონატში მე მწლებია ეს ბიჭი გამორჩეულია რა ლევან პაპავა აი თამაშობს ეხლა სტამყვან გუნდებში არასოდეს არ ყოფილა, მაგრამ სადაც არის ყველგან მაგრად არის 4 ჯერ გახდა, ხო, 4 ჯერ გახდა ლიგაურის ბომბარდირი. კი ბატონო. ისე გაუხარდათ იქ მადლობა და ისინი და ეს ანუ იქ რო ნახე მე რომ დაუგუგლე, ამასთან ფაქტიურად არ არის, აი საერთოდ აქტიობა არ აქვს იმასთან რა საფეხბურთო სამყაროსთან და რაღაცნაირად შემეცოდა რომ აი რანაირად ახლა როგორ შეიძლება რომ ფეხბურთელს ამდენი გოლი გაქონდეს და არავინ არ იცნობდეს რა. კი, მაგას ვიძახე ზუსტად ეგრეა. ეგ თავი მე ვფიქრობ ეგ არის და მე მანდედან უკვე იქოქება ალბათ და იქოქება კაცო. კიდე გიმეორებთ. მე რო საინტერესო ვარ ვიღაცისთვის, ხო? ესე იგი, იმისთვისაც საინტერესო ვიქნები და იმის ეცდება რომ მე გამომიყენოს თავისი პროდუქტის გაყიდვაში, ეს გუნდი გამოიყენოს თავის პროდუქტის გაყიდვაში, რაღაცაში, რა ვიცი, აბა მას ხვანაირად. ესე მე ვფიქრობ ესეა თელი ინგლისი და ისინი სულ ეგრეა კაცო. გაგრაში პოპულარიზაცია გვაკლია მოკლედ და გვაკლია და ფულის გვაკლია და პოპულარიზაცია და მე ვფიქრობ პოპულარიზაციას მოაქვს მე ფული. კი ბატონო. ასე თუ შევყევით და ვეღარ მოვრჩებეთ. ცერას ხო ბატონო. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ.
და ერთი ეს მინდოდა რა მეკითხა ბოლოსკენ რომ ეს სხვაობა 6 ქულაა, ხო? დიახ. პირველ და მეორე. რას ველოდოთ? რა ვიცი, ჩვენ ყოველ შემთხვევაში წეღანაც აღვნიშნე ის რომ თამაში ჩვენ ყველა თამაშზე ვეცდებით რომ მოსაგებად გავიდეთ და მე უკვე შედეგიც მე მგონი თან გამოყვება რა. ბოლო 13 თამაშიდან 12 მოგება. და ერთი ოღონდ ცუდი წარგება. დააბრუნა ახლა ისევ რამდენ თამაში ეწაუგებელი ქონდა ება? 30-იანი. 30-31. მე გაუშვეს და ახლა დააბრუნა. თვე ნახევარში ისევ ნახოთ. გამოჩდება. და ეს არის რა საინტერესო წეღან რაც ვისაუბრეთ უცებ დავამატებ რომ ხო დაუშვათ გორის დილა გახდა ჩემპიონი ან ვინც არ უნდა გახდეს. გაიცათ არის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ივნისში, ხო? აი ხო შეიძლება ეს იანვარშივე მომზადდეს აი ეს გუნდის გაკეთება და არა ივნისში. არა ჩვენ იანვარში ახლა მაგალითად ყველა ვარიანტში უკვე დაწყებული გვაქვს ჩვენ უკვე მუშაობა რომ მომავალი გუნდი როგორი უნდა იყოს. აგაშენა ღმერთმა. კი, აბა, სხვანაირად ახლა დაწერილი გაქვს და ამ დაწერილი თუ შესრულდება უпроსორად მაგაზე. კი, დაწერილი კი არა, ჩვენ ახლა უკვე ვიწყებთ რომ როგორ უნდა იმას ავქნათ. ახლა დიდი ისი ახლა მანდ ორი ვარიანტია. ჩემპიონები გავხდებით თუ არ გავხდებით. თუ ჩემპიონები გავხდებით როგორ უნდა წავიდეს ეს საქმე, კი, თუ ვერ გავხდებით, ну, ცოტა უფრო სხვანაირად. კარგი, ვანო ბატონო. დიდი მადლობა. თქვენ წარმატებებს გისურვებთ ყველაფერში. მადლობა.